Siegesmund dafür, dass es so schön ist nicht der Segen ein süßer Kavalier und dass er immer bei den Damen gern gesehen ist. Ja, was kann er nicht? გერმანიაში და კონკრეტულად მიუნხენში მოგზაურობის დროს გადავწყვიტე რომ მოვინახულობ ჭიბუხების ერთ-ერთი უძველესი მაღაზია Pfeiffen Huber 1863. აი ამ წლიდან ფუნქციონირებს ეს მაღაზია. გონი 160 წელზე მეტია უკვე. მაღაზია ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. გერმანიის ყველა ცნობილი ადამიანი პერიოდის ჭიბუხის მწვეველი ამ მაღაზიის კლიენტი იყო. ამბობენ რომ უინსტონ ჩერჩილსაც მიუნხენში ყოფნის დროს აქ შეუძენია კიდეც თამბაქო. მარკ ტვენიც ამბობენ რომ კლიენტი იყო ამ მაღაზიისა და ბევრი ადამიანი ბევრი უცხოელი. ბევრისთვის სამწუხაროდ ცნობილი ადოლფ ჰიტლერის კი კლიენტი იყო ამ მაღაზიის. მოკლედ მივალ შევიძენ ჩემთვის რაიმე ჭიბუხის თამბაქოს და შევეცდებით ან გადავიღო. Sherlock Holmes-ის დედუქციური მეთოდით ვეძებ ვაუენის ცნობილ მაღაზიას ჭიბუხების და ეგ სულ შემთხვევით მეთქი აქ ხო არ არის და მოაჩინე მიუნხენის სადეტექტივო სამსახური მასად არ არის მცდელობა Sherlock Holmes-ი მაგრამ ყველა ვცნობთ ამ პერსონაჟს, აქ არ არის ვიკითხავ და ხო ჩემი ახლა Google Map-ით მივყვები, ცოტა იქეთ უნდა ყოფილიყო. ესეთი პატარა სასიამოვნო კაფეებია, პაულაინერი. ანუ ეს იქვე არის ძალიან ტურისტულ ადგილთან და პაულაინერის ძირითადი ბარი სადაც არის იქ ვაპირებ შემდეგ წასვლა თუმცა იქ თუ ხალხი დაგხვდებათ ბევრი ან ძალიან გადატვირთული და ხმაური არ გიყვარს აი ირგვლივ სულ 10-15-20 მეტრის დაშორებით ესეთი პატარ-პატარა ბარებია პაულაინერის სოცნობილი ბრენდების რომლებიც იგივე ხარისხს თავაზობენ, მაგრამ არ არის აი ესე გადატვირთული და გადაჭედინი. მაგალითად ხოფბრაუ ჰაუსში პირველად მივედი და ძალიან აღმაფრთოვანა ხმაურმა ყველაფერმა, მაგრამ მეორე ჯერ რომ მივედით მედალელა რაღაც ზედმეტად მოგეჩვენა. აი მოვედით. Huberis უძველესი მაღაზიაში არ ვიცი ხა გადაღება შეიძლება არ შეიძლება შიგნით შენობაში ამიტომ თან მინდა გადავიღო მაგრამ უფრო პირადი საქმისთვის მოვედი ჩვენთან არ იყიდება და არ იშოვება ჭიბუხის თამბაქო ვიწერ ორმაგი მიჯდება ამიტომ სხვაჩი ყოფნის დროს ვცდილობ აქ შევიძინო ბევრად მის ფასად თორე ჭიბუხის ის არ არის როგორი ორიგინალურია ეხლა გავთიშავ კამერას შევალ შევიძენ ჩემთვის რაღაცებს და თხოვ თუ შეიძლება გადაღება გადავიღებ ეხლა ვითხოვე გადაღების ნებართვა და კი რა თქმა უნდა მომეთხრეს როგორც ყოველთვის ყველაფერი მაღალ ხარისხია და სერვისი არის განსაკუთრებული ყველა სახის თამბაქო არის ყველა სახის თამბაქოა ყველა აქსესუარი ყველა ფასის რაშიაც არის რაც ყველაზე მთავარია შეიძლება იყიდო ძალიან ძვირი თამბაქოც რომელიც 50-60 евро ღირს 50 გრამი მაგრამ შეიძლება იყიდოთ 7-8 евро ღირებული საკმაოდ ცნობილი ევროპული ბრენდების
თამბაქოები, რა თქმა უნდა, აქვე არის. თავად ვაუენის წყინვალე ჩიბუხები და სხვა ცნობილი ფირმებისაც აქვეა. აი როგორც ხედავთ, თავად ვაუენი, ჩემი უსაყვარლესი სავინელი, პიტერსონი. გამყიდულს დემონსტრატიულად ჩიბუხი აქვს. პირში და რა თქმა უნდა არ ეწევა. ის კი დამაარსებელი ამ კომპანიის, თავად ვაუენი, ბატონი ვაუენი. სახელს ახლა ვერ ვიხსენე. რა თქმა უნდა ატრიბუტი გავის. აქვე არის წონით თუ აიღებთ. ცალკე. და თუნდაც სიგარეტის განყოფილება. შევიძინე ჩემთვის თამბაქო unboxing-ს გავაკეთებ აქვე ვაუენის დახლთან. ასეთ მარკში შევიძინე პიტერსონის Old Dublin-ი ძალიან საინტერესო თამბაქოა, საჩუქრად მოაყოლეს ასანთი სპეციალური ჩიბუხის, რომელიც სტანდარტულზე ცოტათი გრძელია, რომ თითი არ დაიწვათ. დიდი სიამოვნებით შევიძენდი რაიმე ახალ ჩიბუხსაც, მაგრამ ამ მოგზაურობის შემდეგ მზად ბოლომდე ამისთვის ფინანსურად არ ვიყავი. ეხა ბოლო დღეა მიუნხენში ყოფნის ფულის საგრძნობლად შემომეხარჯა. ამის გარდა კიდე შევიძინე კიდე ორი სხვა სახის თამბაქო სხვა მაღაზიაში. ისიც პიტერსონის ძალიან დიდი ხანი მეძებდი. ასე რომ ამ ზამთარში ჩიბუხისთვის გვაქვს ხარისხიანი თამბაქოები და მიუნხენსაც უკვე მშვიდობები. ხო, პაულაინერი ბარი უნდა მოვინახულო, ახლა ერთჯერ ვიყავი, უკვე არ გადავიღე. საერთოდ ჭამასმის ან დიდი გადაღება არ მიყვარს და რაღაცნაირად ვერიდები, მაგრამ რაღაც ისეთი რაც ღირსშესანიშნავია ახლა ლუდის დაგემოვნება და იმ ბარის და იმ ტურაჟის გადაღება მგონი არ იქნება გამაღიზიანებელი ჩემი მაყურებლისთვის. ამიტომ შევიხედა უბრალოდ როგორც რიგითი მიუნხენელი პაულაინერში ერთ კათხას მივირთმევ და ამ მშვიდობები მიუნხენს. იმედი მაქვს რომ კიდე ჩამოვა.